რა უნდა ვიცოდეთ სამუხრუჭე სისტემის შესახებ, როგორი მუხრუჭები არსებობს და რა პრობლემები შეიძლება წავაწყდეთ მისი ექსპლუატაციის დროს. პირველ რიგში გავარკვიოთ თუ რისგან შედგება სამუხრუჭე სისტემა. სამუხრუჭე დისკი, იგივე აპორნი, სუპორტი, რომელიც თავის მხრივ შედგება დაფიქსირებული ან მოძრავი კორპუსისგან, მდგუშისგან, რომელიც შეიძლება იყოს 1-დან 8-მდე რაოდენობით, ეგრეთ წოდებული მიმართულების პალიცები მოძრავ კორპუსიანი სუპორტის შემთხვევაში და რა თქმა უნდა სამუხრუჭე ხუნდები. მუხრუჭის რეზინის მილი, გამანაწილებელი მეტალის მილები, სამუხრუჭე სითხე, იგივე ჟიტკოსტი და მისი აუზი, მთავარი სამუხრუჭე ცილინდრი, მუხრუჭების გამაძლიერებელი ვაკუუმი და მუხრუჭის სატერფული, იგივე პედალი. აქვე არის ABS სისტემა, რომელსაც ცალკე თემა გვექნება. და ზოგადად როგორი სახეობის მუხრუჭები არსებობს. ყველაზე გავრცელებული ჰიდრავლიკაზე მომუშავე, სატვირთო ავტომობილებში HR-ზე მომუშავე და ასევე ელექტრომაგნიტური მუხრუჭებიც. მსუბუქ ავტომობილებზე გვხვდება როგორც მარტივი ერთგუშიანი მუხრუჭები, ასევე მაღალი ეფექტურობის სპორტული კარბონ-კერამიკული სისტემები. ცალკე აღსანიშნავია ბარაბანის მუხრუჭები. ბარაბანი დისკიანი მუხრუჭისგან განსხვავებით დახურულია და შიგნიდან რკალისებური ხუნდებით აწვევა კორპუსს. შედეგად ხახუნის ძალით აჩერებს ბორბალს. ბარაბნის მინუსი არის ნაკლებად ეფექტურობა და გადახურებისკენ მიდრეკილება. სწორად ამიტომ ბიუჯეტურ ავტომობილებშიც ბარაბანი მხოლოდ უკანა თვლებზე ყენდება. როგორც ცნობილია, დამუხრუჭებისას ავტომობილის სიმძიმის ცენტრი ინერციის ძალის გამო წინა თვლებისკენ იხრება. სწორად ამიტომ დამუხრუჭება ძირითადად წინა მოხრუჭებით ხდება და უკანა თვლებზე ნაკლებად ეფექტური ბარაბნიანი მოხრუჭის არსებობა დასაშვებია. თუმცა ბარაბანს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, როგორიც არის სიიაფე და გამძლეობა და კარგად გამოსადეგია მექანიკურ სადგომ მოხრუჭად. და როგორ მუშაობს კლასიკური დისკიანი მოხრუჭი? როდესაც ვაჭერთ პედალს გამაძლიერებელი ვაკუუმის დახმარებით თავარ ცილინდრში მდგუში ქმნის წნევას, რის მეშვეობითაც სამუხრუჭე სითხე, რომელიც არ ეკუმშება, აწვება სუპორტის მდგუშებს და ხუნდების ხახუნის მეშვეობით აჩერებს დისკს. ხუნდები ამ პროცესში ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს, ამიტომ ყურადღებას და დროულ შეცვლას საჭიროებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ სამუხრუჭე დისკი. ბარაბნისგან განსხვავებით ის გაცილებით ეფექტურია და უკეთესად გაგრილებადი. სწორად ამისთვის აქვს მას სავენტილიაციო შრეები და პერფორაცია. ამის მიუხედავად დაღმართში სიარულისას ყოველთვის დაამოხრუჭეთ ძრავით, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი გადახურება. თუმცა უხეში სიარულისგან, მეტწილად მეტალის შემცველი ხუნდებისგან და განსაკუთრებით გადახურების გამო ზიანდება სამუხრუჭე დისკი. ეს გამოიხატება ზედაპირზე ღრმა ხაზებით, თუ გაჩნდა ცვეთის კანტები, ვიზუალურად შესამჩნევი ან შეუმჩნეველი დეფორმაცია, რაც მაღალ სიჩქარეზე ან დამუხრუჭებისას იწვევს ვიბრაციას და მანქანის ძიგძიგს. ყველა ამ პრობლემის მოგვარება კი შეგიძლიათ მუვენში. სამუხრუჭე დისკების პროფესიონალური მოხეხვით თქვენ დაუბრუნებთ მას პირვანდელ გლუვ და თანაბარ ზედაპირს. გამოიყენე პრომოკოდი ავტოკრატი და მიიღეთ 15%-იანი პასდაკლება. მისამართი მახატას აღმართი ნომერ 2 და თქვენი ავტომობილი რამდენად კარგად ამოხრუჭებს. დაწერეთ კომენტარი.